ბროწეულებში საგახლართულა არაქვს და არმაზ სულში მზეულზი ჯვარი თითქოს ხოლოდი არის საქართველოზე მიბმული ღუზი მე ჩავედი იმ ადგილიდან სადაც ჯვარი არის საქართველოზე მიბმული ღუზით და საქართველოს 12 ერთი მეორეზე უნიჭიერესი მუნიციპალიტეტიდან დედაქალაქიდან და ჯვარიდან სალამი ნიკო წმინდას და ბარაკოს
ეს ანსამბლი გასტროლებზე როცა წავა ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, ყველგან გაუშვით საბერძნეთის გარდა. თორემ მთელი საბერძნეთი ახალ იაზონად გადაიქცევა და ხელახლა მოხაცებენ ლედეასაც და ოქროს საწვიცად. ვაშანა ტაში ჯგუფს გრიფი. მადლობა წარმატებული. გამოდონი ლამზირა კუპრეიშვილი გახლავთ ფაზისის კულტურის ფოლკლორის ცენტრის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი და ორი სიტყვა ჩვენთან სათქმე. მოგესალმებით გემშვიდობისა ჩემო მაყურებელო ქართველებო მიხარია რომ ეს ტრადიციული ჩვენი ქართული ცეკვა და სიმღერა ამდენად მნიშვნელოვანია ყოველი მშობლისთვის რა თქმა უნდა ყველა ხელოვანისთვის პირველ რიგში და ეს ყველაფერი ხდება თქვენი დახმარებით მშობლებო ამიტომ ამისთვის ვიხდით დიდ მადლობას დღეს რაჭაში მართლა პირველად ვართ ანსამბლის პირველად არის და მე თვითონ პირველად ძალიან ნასიამოვნები ვართ და ამიტომ არ შევიწყო ხელი მაგრამ არ აუშავს სილამაზე მაინც ნახეთ რაც კი გააჩნდა რაჭას მე მინდა ეს ფესტივალი აი უფრო სახიობა რაჭაში ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია იმიტომ რომ ძველი ტრადიციული ცეკვა და სიმღერა აუცილებლად ამ სიმღერის შორის პოპულარიზაცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ უნდა დავკარგოთ არც ძველი სიმღერა, არც ძველი ცეკვა და ამის პოტენციალი ქართველ ხალხს ნამდვილად აქვს. მინდა მოვიწვიოს სცენაზე ქალბატონი, რომელიც არის ორგანიზატორი ამ ფესტივალის, ქალბატონი ლალი თვალი. ქვეყნის თვალი. მინდა ჩვენი პატარა სუვენირი, რომელიც ფოთთან ასოცირდება, გადავცე ქალბატონ ლალის ანსამბლი გრიფი. ულევი წარმატება ამ ფესტივალს. ულევი მონაწილე ამ ფესტივალს. თქვენთან ერთად ჩათვალეთ რომ ჩვენ ყოველ წელს ჩამოვალთ თქვენთან ყავს ძალიან ბევრი ფოლკლორული ანსამბლი ყავს ესტრადა ვოკალური ანსამბლი ხალხურსაკრავთა ჯგუფი ხალხურსაკრავთა ანსამბლი კვარტეტი ტრიო რომელიც ძალიან პოპულარულია იარონამი გაიხარეთ გამრავლდით ქართველებო უნდა გამოვავდეთ რომ ესეთი ფოლკლორი გავაგრძელოთ და ნამდვილად რა ვიცი მივესალმები ყველა ფესტივალის ორგანიზატორს იმიტომ რომ ეს ფესტივალი აუცილებელია რომ აი ეს ძველი არ დავკარგო მე ბურო ფოლკლორზე მაქვს ყურადღება გამახვილებული გაიხარეთ დიდხანს იცოცხლეთ მადლობ ყურადღებისათვის ალბათოვანჯერა დღეს ამასიქეთ ალბათოვანი ლალის სასცენო ფსევდონიმი იქნება შუქურა ისაბელებ ჩემი გამოწვევით სცენაზე და მოგესალმებით ჩემო ძვირფასო სტუმრებო საუკეთესო ადამიანები ვინც მოგზაურობენ და გაგვინამაზეს დღევანდელი დღე ამრავლაურის მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით სიკვდილი და სიყვარულს მოვიფერო მშობლებს მონაწილეებს დამწრე საზოგადოებას ჩვენს ხელმძღვანელობას თითოეულ თქვენთან გას და ჩვენთან გას ვინც ვცდილობთ რომ დღევანდელი დღე მეხუთე სეზონი არის ამ ფესტივალის რომ შთამბეჭდავად და ლამაზად თითოეულ ჩვენთაგანის გულში იყოს მიყვარხართ გეფერებით გვარს
გასაგებია, ქალბატონო ქრისტინა სპეციალურად მოგიწვიეთ, რათა დამეხმაროთ ამ შესანიშნავი ფლობელების დაჯილდოების ცერემონიალში ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ სურბანიძე და ქორეოგრაფი ნიკოლოზ კუცია. სამახსოვრო დიპლომი გადაეცემა განსაკუთრებული შთაბეჭდილებისათვის ანსამბლს მერანი. ყველა ბავშვი დაჯილდოვდება ოლიმპიური ოქროს მედლებით. ქალბატონო ქრისტინა ეს ხელმძღვანელებს ჩამოგიდეთ და შეიძლება. და ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორის ეკაბულიას პირადი და დიდი საჩუქარი თქვენ გეპატიჟებიან ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ქალაქ ქემერში. რადგანაც შავ ზღვაში ცურვა უკვე კარგად იცით, ახლა ეგეოსის ზღვის ტალღები დავლაშქროთ. ვაშა ვერა! ახლა კი დიდი სიამოვნებით სიტყვას უთმობ ქალბატონ ქრისტინას. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, პირველში თქვენ ყველას უდიდესი სიყვარული გექცევით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩამოყალიბებისთვის, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია იმას ვიძღოთ. მე მინდა ეხლა მადლობით დავიწყო და აუცილებლად ჩამოთვალ ყველა ის რეგიონი და მუნიციპალიტეტი, რომელიც დღეს ჩამოვიდა ჩვენთან და თუ შეიძლება თქვენი აპლოდისმენტები. ზუგდიდი, ფოთი, ხვარები, აჭარა, ოზურგეთი, გორი, მეჯვრისხევი, სამტრედია, ბათუმი, ტყიბული, ორი და ამბროლაური მასპინძელი. ყველას უდიდესი მადლობა. მე არ შემიძლია ეს სიტყვა ახლა არ გავაგრძელო კიდევ მადლობით ქალბატონი ლარის მიმართ და მე მინდა ქალბატონ ლარის თხოვოს სცენაზე თუ შეიძლება. ქალბატონო ლარი, თუ შეიძლება რომ მოგზავნეთ ჩემთან. ეხლა ბევრი აპლოდისმენტები არ მოხდეს ქალბატონს. მე პირადად გავიზარდე ცეკვა სიმღერაში და ძალიან ახლო ეს ყველაფერი ჩემთან და ეს ქალბატონი იმდენად დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ახალგაზრდობისთვის, რომ ამის არ დაფასება არ შეიძლება და ჩვენი წილი მადლობა თქვენ ყველას ერთად და აპლოდისმენტები თუ შეიძლება. მსახიობა 2026 გახსნილად გამოგეცხადებიან, ჩვენ ყოველთვის ბედნიერები ვიქნებით თქვენი სტუმრობით. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ ერთად და რაჭა ყოველთვის მოხარული იქნება თქვენი ჩამოსვლით. მადლობა კიდევ ერთხელ.
აჭარული იცი. ბავშვებო, თქვენ ხო იცით აჭარული, ცოტა. არსებობს განსაკუთრებული აჭარული აჭარის მთიანეთში, ხულოსა და კედაში ზემოთ და მე უკვე 5 წელია მყავს აჭარელი სიძე და მისგან ვარ გათვლით ცნობიერებული და მინდა ეხლა აჭარლებს პატარა დასაჯილდოებელი ჩაუტარო გამოცანა უთხრა როგორ იქნება აჭარულად სპაიდერმენი ესეა და იფიქრე თუ კიდე ზარი ტარიელაძეც და არის იცი დაივასორეთ აჭარულად სპაიდერმენი არის ინსანი ბოჭოჭვავი მიუხედავად იმისა, რომ დებიუტი იყო, აი ეს მაცილები, ბიჭები განსაკუთრებულად ბოჭოჭვავები ცეკვავდნენ. დიდი მადლობა და წარმატებები.
სადა ჩვენი შტაბს კაპიტანი მოქმედი სამხედრო ნატია გელაძე ნატია შენ დაჯილდოვებით არასოდეს დავიწყებთ ხოლმე წარმატებები საუბარ ქორეოგრაფიული ანსამბლი დაისი ეს Vino Nikavaze Irakli Dumushi. Bravo, Sausari Sanakhnova და დიდი მადლობა. დამარსებელი სულის ჩამდგმელი ჩვენი მთავარი მასპინძელი ლალი დვალი ქვეყნის დვალი ბავშთა ბენდი გრიფი და ვალერი ნიკოლაიშვილი
მშრალ საქმეში ნესტან ბუაძე ხალხურ საკრავთა ორკესტრი „საპოვნელად“. Ansambli EMS Sopo Orderishvili და ირაკლი ტურჯილაძე. ჩემო ძვირფასო სტუმრებო, დღეს ძალიან ლამაზი ხდება ჯგუფით ერთმანეთს სტუმრებმა და მასპინძლებმა. დღეს არის 30 მაისი. მინდა გითხრათ დღევანდელ დღეს 30 მაისს ლეჩნო თორაძის სახელობის ფესტივალი დაარსდა და დღეს გაიხსნა თორაძეების ეს მრავალჟანრული ფესტივალი თბილისში, ქალაქ თბილისში და ჩვენს აი ეს თემით დაუკავშირებ მნიშვნელოვნად ან მნიშვნელოვნად არის რაც არის თორაძეების სკოლის ღირსება, რომ ყოველ 30 მაისს ჩატარდეს ფესტივალი. თქვენი თანადგომი კიდევ მრავალი ჯგუფები გვინდა, მრავალი ანსამბლები გვინდა ესტუმროს რაჭას, ესტუმროს ამრავლის მუნიციპალიტეტს და აი ასეთი შემოქმედებითი ნაბიჯებით ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი ცოდნა, საქმიანობა, ვიყვარდეს ერთად და ვიყოთ ერთად. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ფესტივალს გვერდით დაუდგა. ხელმძღვანელებს, მშობლებს, ორგანიზატორებს, პედაგოგებს, დარბაზი კულტურის სახლის, რომელიც ჩვენ დავიკავეთ, მადლობა ხელმძღვანელს, კულტურის ცენტრის დირექტორს და ყველას, ვისაც მიუძღვის დღევანდელ ღონისძიებაში. ქალბატონ მარგა ტრაბაიძეს, ჩვენს პროდიუსერს, ქალბატონ ლეკაპულიას, რომელიც დღეს აქ ბრძანდება და მოგვინდოსავს დღევანდელ დღეს, ბატონ ზაზას ასეთ ღონისძიების გალამაზებისთვის და ყველას, ვინც თითო აგული დღეს დადო აი ამ ლამაზი ფესტივალის მეხუთე სეზონის გახსნასა და დახურვაში. დიდი მადლობა. გეტყვით და დღევანდელი ჩვენი ფესტივალის მეხუთე დამაგვირგვინებელი სეზონის დამაგვირგვინებელი აკორდი ლოტბარდა, შესანიშნავი მუსიკოსი, პედაგოგი და ანსამბლი და გუნდი თორაძეების ხელმძღვანელი ნათელა გოგშევიძე. უნათელად სპეციალურად შემოვინახეთ როგორც ტკბილი ლუქმა უზარმაზარი მადლობა აღშეკრებილი საზოგადოებისათვის უთქვენოდ ჩვენი სკოლა ნამდვილად ვერ იქნებოდა ისეთი როგორც დღეს არის ეკარი. მოგესალმებით ჩემო კარგებო და მე მინდა დღევანდელი ასეთი ლამაზი დღე რაც დღეს გვაჩუქეს ჩვენ დაჭველებმა მე დიდი მადლობა მინდა მოგამუხადო ქალბატონო ლარი მართლა დვალი და თვალი რასაც ჩვენ დაგარყეს ლექსა მინდა დიდი მადლობა ჩემო კარგო ამ სილამაზისთვის რაც მართლა დღეს დღევანდელმა ფესტივალმა ძალიან ჩვენივრად ჩაიარა ულამაზესი ცეკვები, ულამაზესი ბავშვები, ულამაზესი რიტმები. დიდი მადლობა მათ, ყველა ხელმძღვანელს, დიდი მადლობა თქვენს გუნდს, არაჩვეულებრივი გუნდი, როცა დირექტორი კარგია, გამორიცხულია თანამშრომლები კარგი არ იყოს, როცა მთავარი კარგია, იქ მოდის ყველა კარგი. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ და ჩემი ფილარმონიის სახელით მე მინდა ნახეთ ყველაზე ჩემთვის საუკეთესო ანსამბლი რომელიც არის გრიფი ეს უნდა მე ჩემი სპეციალური პრიზი გადავ
Lalitvalis da uničieres, músicos, organizators, uničieres kalbatom ekabulias. Დიდი მადლობა. ეგრე არ დარჩა ხალხო. ახლა პურმარილის ჯერი დგება. წავიდეთ და ერთობლივად შევხვდეთ ხვიჩა კვარაცხელიას გაჩემპიონებას და ასევე სულთმოფენებას გილოცა. ეს არის უდიდესი დღე, მე ასე ვთვლი. ჩვენი ცხოვრების ერთი ლამაზი დღე. ღმერთმა გნას ასე დღეები ნუმოშალოს საქართველოში. ეს არის ჩვენი მომავალთაობის განვითარების, გაძლიერების, სამშობლოს სიყვარულის დღეა და რაც ამ ხელოვნებაშია ქართული ცეკვისა და სიმღერის ძალა ნუმოშალოს ჩვენ საქართველოში ღმერთმა რა უდიდესი დღესასწაულია. მადლობა უფალს, მადლობა ამ ადამიანებს, რომ დღეს ამ ღონისძიებაზე მიიღეს მონაწილეობა. ჩვენი ერი იზრდება ისე როგორც საჭიროა და ვითარდება როგორც ქართული ტრადიციული წესებით. დღევანდელი დღე დიდი ემოციების დღე იყო. დღევანდელი დღე ხელოვნების ზეიმი, ძველი ფოლკლორული ტრადიციული ცეკვების, ისე სიმღერების, საესტრადო ნომრების დღესასწაული. მე მინდა მოულოცო მთლიანად ორგანიზატორს ლალით ვალის ასეთი კარგი ორგანიზებისათვის ძალიან კარგი ფესტივალი ჩატარდა და უსურვებ წინსვლას და წარმატებას. უვლევი წინსვლა და წარმატება რაჭის ამ ფესტივალს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ლამაზი და კარგი სასიამოვნო შეხვედრისათვის და მივიღეთ განსაკუთრებული პრიზი, ძალიან მიხარია. ღმერთმა კარგად გამყოფოთ ყველანი. ჩვენ ვართ ამბროლაურის დავით ალექსოთორაძის სახელობის ხელოვნების სკოლა. მე ვარ ხალხური საკრავების ორკესტრის საპოვნელას ხელმძღვანელი. რა ვიცი, არაჩვეულებრივი საქმეა, მეხუთე წელია რაც სახიობა რაჭაში ტარდება. ჯერ ერთი რომ არაჩვეულებრივია ეს ფესტივალები, რომ ამდენი ბავშვი, ამდენი კოლექტივები ერთმანეთს ეცნობიან, ერთმანეთს უმეგობრდებიან და კიდე ჩვენს რაჭასაც ეცნობიან სხვა ქალაქებიდან და სხვა რეგიონებიდან მოსულები. ზოგი დარწმუნებული ვარ, პირველად იყო კიდე რაჭაში და ძალიან ისიამოვნა ალბათ. რა ვიცი, დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მაკა ტრაპაიძეს, ჩვენს დავით ალექსოთორაძის სახელობის სამუსიკო სკოლას. დიდი მადლობა ხელმძღვანელებს, ანსამბლებს, ბავშვებს და რა ვიცი, თქვენ და მაყურებელს ყველას. დღეს ძალიან ბედნიერი დღე არის ჩემთვისა და ჩემი მეგობრისთვის, რადგან დღეს გამოვედით. დღეს მე დავუკარი ფორტეპიანოზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გალობა კირიე ლეისონი, ასევე ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად ლაზარე რატიანთან. მინდა ყველა მონაწილეს წარმატებები ვსურვო ცხოვრებაში. მოგესალმებით. დღევანდელმა საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა. მე და ილიამ დავუკარით კირიე ლეისონი, ჩვენი უდიდებულესი წმინდა პატრიარქის ილია მეორესგან. ასევე დავუკარით რაჭული სანახში, რომელიც მაყურებლებს ძალიან მოეწონათ. მე და ილია დიდი ხანია მეგობრობთ. ეხა ახალი წლის საანგარიშო კონცერტზე დაგვასახელეს მე წლის საუკეთესო მეგობარ მოსწავლე და ილია და მე ვირტუალ შემსრულებლად. ჩვენ უკვე დიდი ხანია მეგობრობს და ვაპირებ მე რომ ამ საქმეს გავყვე. ასევე ლაზარე არ გამორჩეს რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ძალიან დიდი ხანია უკვე. მოგესალმებით, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მეხუთე სეზონი ახმაურდა და აჟღერდა დღევანდელი სახიობა რაჭაში ფესტივალი 2026. ბევრი მონაწილე შემოგვიერთა. იყვნენ ისეთი ანსამბლები, რომლებმაც პირველად მიიღეს ჩვენს რაჭის საფესტივალო მარათონში მონაწილეობა. 14 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა, 500-მდე ბავშვი შემოქმედებითი ჯგუფები, ძალიან ამაღლებული და ლამაზი განწყობით, მასპინძლებით და სტუმრებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ვფიქრობთ, რომ სიმბოლურად
ყოველი წლის 30 მაისს გაჟღერდება ეს ულამაზესი ფესტივალი სახიობა რაჭაში 20-26 და უმასპინძლებს ბევრ ნიჭიერ შემოქმედ ადამიანებს და ახალგაზრდებს.